მოგესალმებით, დღეს საკმაოდ სანახაობრივი საიმედო რეკომენდაცია გველოდება, იმიტომ რომ ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ აქ და მარტივი რეკომენდაციები, მარტივი მეთოდები, ხრიკები უნდა გასწავლოთ, იმდენად მარტივი, რომ სკოლის მოსწავლე ბავშვი შეძლებს ერთმანეთისგან გაარჩიოს საფრთხის შემცველი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან არასასურველი ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი უსაფრთხოსგან და მაღალი ხარისხისგან, იმიტომ რომ მაღალი ხარისხისაც არსებობს, რომელიც არ უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს და ეს რაღაცა მითია, რომ ყველა პლასტმასი აუცილებლად არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეს ასე არ არის. თუმცა მე სულ მახსოვს აი შენი გადაცემა, სადაც შემოგვიყვევი, რომ აი ეს პლასმასის ნაწილაკები ღრუბლებშიც კი არის გაფანტული და ადამიანის ნაწილაკები კი ბატონო, ამიტომ დაზიანებული პლასმასი არ უნდა გამოვიყენოთ მრავალჯერადაც და ამასაც რა თქმა უნდა თანმიმდევრობით რა თქმა უნდა მოგიყვებით. უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ერთჯერადი პლასმასი ძირითადად არსებობს სამი სახეობის და სამივე არის წარმოდგენილი დღეს სტუდიაში სხვადასხვა საფეხურზე. ნახეთ, პირველ საფეხურზე არის პოლისტეროლის, მეორე საფეხურზე არის პოლიეთილენის, ტერეფტალატის და მესამეზე არის პოლიპროპილენის. აქვე სახელწოდებებმა არ შეგაშინოთ, აქვე შეგიძლიათ რომ დაივიწყოთ, მათი დამახსოვრება საერთოდ არ არის აუცილებელი, ეს უბრალოდ ცნობისთვის გითხარით. მათ შორის სხვაობა უნდა გვახსოვდეს, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ აქედან ერთ-ერთი არის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი და ეს არის პოლისტეროლი, რომელიც სპეციალურად ყველაზე ქვედა საფეხურზე დავაწყო. კი ბატონო, ის იმდენად არასასურველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და იმდენად საშიში, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, საბედნიეროდ საქართველოშიც პირველიანიდან იგრძელება, თუმცა მაქვს ეჭვი, რომ არაკეთილსინდისიერი რეალიზატორები მაინც გაყიდიან, თან პირველად მომდე მაინც გაიყიდება ისედაც და ამიტომ მაინც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ინფორმირებულობაც და ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ყველაზე ცოტა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, უბრალოდ არ ვიყიდოთ, ასეთი როდესაც ვნახავთ და კარგი იქნება თუ კი შევატყობინებთ შესაბამის ორგანოებს, ხელხაზზე, სურსათმცემლობას და ისინი ამოიღებენ პარტიიდან, ანუ დავეხმაროთ სახელმწიფოს მოკლედ აი ასეთი მეთოდით. როგორც ყოველთვის კითხვებს დაგისვამთ. აი პირველი კითხვა, ჭიქებიც, რომელიც პირველ საფეხურზე ისიც შედის მათ შორის და რატომ არაკეთილსინდისიერები? იმიტომ რომ ალბათ ყველაზე იაფია, ხო? კი ბატონო, იაფია უკვე ბევრს შეძენილი აქვს და ამის რეალიზებაც ხომ უნდა მოხდეს, უნდა გაყიდონ და ასე შემდეგ. თუმცა გონივრული ვადა მაინც აქვთ მიცემული, რომ გაყიდონ და შემდეგ აიგრძალოს. რა თქმა უნდა, გადავალ მეთოდებზე, მაგრამ მანამდე პირველ რიგში მე მინდა მოусმინოთ ექიმს, რომელსაც ვკითხეთ რა შეიძლება მოხდეს, თუ კი ხანგრძლივად ბუნებრივად ერთხელ და ხუთჯერ თუ დავლევთ ცივ წყალს, არაფერი არ მოგვივა ხა ესეთი განსაკუთრებული და საშიში. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხშირად წვეულებებზე და ასე შემდეგ გამოვიყენებთ ხოლმე, აი საფხულში ლუდს სვამენ ხოლმე, ძალიან ხშირად ალბათ გინახავთ და ძალიან საშიში ალკოჰოლთან რეაქციაში, ურთიერთქმედებაში კიდევ უფრო საფრთხის შემცველი ხდება. ამიტომ აი რა შეიძლება გამოიწვიოს და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას, ამას ექიმი გვეტყვის. ახლა მე მანამდე ჩაიდანი უნდა ჩავრთო, იმიტომ რომ დუღარე წყალი დაგჭირდება ინტერვიუს მასმენის შემდეგ. კი ბატონო. ჰეპატოტოქსიურიც არის რეპროდუქციულ სისტემაზე მომქმედი და მეორე კატეგორიის კანცეროგენებში გადის, ამიტომ მათი გამოყენება ზიანის მომტანია ნამდვილად და ბოლო პერიოდში, რადგან რეპროდუქციულ სისტემაზე მომქმედად ჩაითვალა, კატეგორიულად კიდევ უფრო მეტად აიკრძალა მათი გამოყენება. ეს ნივთიერება ნეიროტოქსიურია, რომელიც ასე ვთქვათ, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ბუნებრივია და მეორე პრობლემაა, რომ იშლება, რადგან დაკუჭვაზე და დაზიანებაზე ვსაუბრობთ, მიკრონაწილაკები, ნანონაწილაკები, რომელიც გამოიყოფა, მათი მოხდრა ჩვენ სასუნთქ სისტემაში და ზოგადად ორგანებში სასურველი არ არის ეს მიკროპლასმასი, რომელიც ასევე ზიანის მომტანია. შესაძლებელია გამოყენებიდან მალევე არაფერი დამაზიანებელი ეფექტი არ გამოვლინდეს, რაც ხშირად გვაიმედებს ხოლმე, რომ თითქოს უსაფრთხოა, თუმცა გრძელვადიანი გამოყენება საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენს და ამიტომ ჯობია ასეთი პროდუქტები, რომელსაც ქრონიკული ექსპოზიციის გამო შემდგომში გართულებები აქვს, მაქსიმალურად შევზღუდოთ ჩვენ საკვებ პროდუქტში მათი გამოყენება. სანამ ექსპერიმენტებზე გადავალ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ საიმედო რეკომენდაციას წარმოგიდგენს აჰავა. აჰავა არის მინერალებით მდიდარი კოსმეტიკა ისრაელიდან, რომელიც გვთავაზობს სახისთვის და სხეულის მოვლის საშუალებებს, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აჰავა ხელმისაწვდომია ავერსის სააფთიაქო ქსელში. ამასობაში ჩაიდანი გამოირთო ზუსტად ამ წამს და მე მომაქვს მდუღარე წყალი, რატომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი მეთოდი შესამოწმებლად, ის რომელიც არის ხარისხიანი, ანუ პოლიპროპილენის მასალა უძლებს მდუღარე წყალს. მაშინ, როდესაც პოლისტეროლი ვერა ან დადნება, ან გაიხევა, ან მსგავსი, მოკლედ დაზიანდება აუცილებლად. ყველას გონია რომ მყარი თუ არის, უფრო გამძლეა და სინამდვილეში ეს ასე არ არის. ზუსტად ეგ მეგონა. აი ნახეთ,
არაფერი არ მოუვიდა. ეს არის პოლიპროპილენის მასალა, რომელი მასალა იცით უფრო გასაგები რომ იყოს, აფთიაქებში საბავშვო ბოთლები რომ იყიდება, ის ხომ მრავალჯერადია, ასევე საწოვარები, უმაღლესი ხარისხის სათამაშოები და ასე შემდეგ, ეს არის ის მასალა. პოლიპროპილენის ერთჯერადი ჭურჭელი არც იგრძალება და არც საშიში არ არის, უფრო მეტის მრავალჯერადად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკროტალღურ ღუმელში, მაგალითად, ყავა, ჩაი, ცხელი საკვებისთვის გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ახლა გადავღრი იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერი არ მოსვლია. აი ნახეთ. ხედავთ, არ ვიცი თუ ჩანს კარგად. აი ნახეთ. კი, ჩანს. ახლა გადავღრი ამას. ისეთი ცხელია. ხო, აი ეს დეფორმირდა, ნახეთ და გატყდა. კი. აი ნახეთ. არ ვიცი თუ არ შესამჩნევი და აი აქ გატყდა ბზარი აქვს. იმიტომ რომ არ არის ამისთვის განკუთვნილება. ცხელისთვის თავარი სხვაობა ერთ-ერთი არის ვიზუალურად შეიძლება არ არის კარგად შესამჩნევი, მაგრამ ნახეთ აი დეფორმირდა აქეთ ამხარე უფრო დაბალია, აი ნახეთ. ვიზუალურად ახლა კადრში მეც რო ვაკვირდები, თითქმის ერთნაირია, მაგრამ მაყურებელი ვერ გძნობს სისქეს. თუ შეიძლება გიორგისაც ვაჩვენოთ და მეც ვნა. მოდი სისქეც და ცოტა უფრო აი ეს არის აბსოლუტურად სხვა მასალა, გაცილებით თბილი არის და ეს არის მყარი. აი ვერ უჭერ მე მეგონა პირიქით ეს მყარი იყო ცუდი და ის შენ მყარი კარგი გეგონა რადგან მყარია უფრო ისეთი არის კიდევ ერთი ექსპერიმენტი არსებობს ასეთი ჩემი ყველაზე საყვარელი აი თეფშებზე შეგვიძლია ჩავატაროთ ეს არის თეფში ცუდი ხარისხის ანუ საშიში ეს არის კარგი ვიზუალურად ნახეთ ერთნაირია ერთი ზომის არის და ასე შემდეგ ჭმუჭმით აი ესე დავჭმუჭმოთ უნდა და რო გავხსნით ეს იქნება აბსოლუტურად დაფლეთილი ვერ გაუძლებს და აი ნახეთ დაიხა აი რა. დაიხა. მაშინ, როდესაც პოლიპროპილენის ცოტა რთული დასაჭმუჭნია, იმიტომ რომ ოდნავ უფრო მყარია, მაგრამ ნახეთ, ერთ მუჭში მოვათავსე, გავშალე, დაიკუჭა, მაგრამ არ დაიხა. აი ამით ეს გადასარევი ექსპერიმენტი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი. იგივე, ნახეთ, იგივე ეხება ჭიქას. აი. ეს არის უსაფრთხო, ანუ ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. დავკუჭეთ თუ გაიხსნა და არ დაიხა ეს არის უსაფრთხო მრავალჯერადადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასეთი არ იგრძელება თუმცა ის დაყილოთ რომ მივიდივართ ხოლმე ან ხილის ხო გვეუბნება ხოლმე კეთილსინდისიერი გამყიდველი რომ გასინჯო და შენ თვითონ ნახე მანდარინი პირობითად მოგწონს თუ არა და ახლა ესე უნდა იდოს ხოლმე თუმცა შეიძლება მით უმეტეს დუღარეწყლით ახლა ვერ საკუთარ და თან ნუ დაკუჭდათ თუ არ მოგცეს ამის საშუალება კიდევ არსებობს ყველაზე მარტივი მეთოდი ეს არის წარწერების გათვალისწინება აბსოლუტურად ყველა პლასმასის სახეობას არა მხოლოდ ამას ნებისმიერს აქვს თავისი ნიშანი. და აი ასე გამოიყურება ის სამკუთხედი ნიშნავს რომ გადამუშავებადია. ეს ყველას აქვს სამკუთხედი და შემდეგ უკვე თავისი ციფრი. თუ წერია 6-იანი და ქვემოთ პოლისტეროლი, ანუ SPS. ეს არის ცუდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ის რომელიც იგრძელება და რომ დავიმახსოვროთ, გადავხაზოთ და ვიცოდეთ რომ 6-იანი არის ცუდი. 6-იანი არის ცუდი. აი ამ ყველა ნივთს რომელიც არის წარმოდგენილი, ბოთლი იქნება ეს კოვზი, ჩანგალი თუ ასე შემდეგ, ყველაზე არის დატანილი შესაბამისი წარწერა. თუ არის 5-იანი და პოლიპროპილენი, ანუ PP. ეს არის საუკეთესო და ბოლოსთვის შემოვიტოვე მესამე, ეს არის 1-იანი და შეიძლება ეწეროს PET, აი ესეთი წარწერა ქონდეს, ან PT, ანუ პოლიეთილენის ტერეპტალატი და ეს ახლა რომელია გეტყვით? ეს მე მგონი ცივებზე რო არის. ეს არის ბოთლი ნებისმიერი ზეთი, წყალი, ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლითაც იყიდება ის და კიდევ ეს არის აი ესეთი კონტეინერები მზაკერძებს რომ ყიდულობ და რომ გვიდებენ. ეს არც ცუდია და არც კარგი. ანუ კარგია იმ თვალსაზრისით თუ გარკვეულ წესებს დავიცავთ და რაში მდგომარეობს ეს წესები. ეს არის ერთჯერადი მოხმარებისთვის წყალი დავლიეთ, გადავაგდეთ. მოვიტანეთ, კი ბატონო, მოვიტანეთ ამით კერძი სახლში მივირთვით, ან თუ უნდა შევინახოთ, გადავიტანეთ უსაფრთხო კონტეინერში და შემდეგ უკვე ან დიდხანს ამაში გაჩერება არ შეიძლება და მრავალჯერადად არ შეიძლება ამის გამოყენება. ასევე არ შეიძლება ამის გაყინვა. აი ხშირად არის რომ სადილებს ზამთრისთვის ყინავენ, ან მარწყს და ისეთ ხილს, რომელიც ზამთარში არ არის ხოლმე და ასეთ შემთხვევაში ჩემს აღმოჩენაზე გეტყვით, რომელიც არ ვიცოდი თუ არსებობდა. აი თუ მაცივარში რაღაცა უნდა შევინახო. მაგით არ რაღაცა ამითი შევინახო. საკინულეში რომ ყინავ, არა
საყინულეში, როდესაც ყინავ მაგალითად, აი მივაგენი და ეს მინდოდა ზუსტად მე თქვა რომ როგორც წესი იყიდებოდა ესეთი, ნახეთ, რომელიც ერთჯერადია და რომელზეც ახლა ვისაუბრე. და არსებობს ზუსტად იდენტური ზომის, უფრო დახვეწილიც არის, არ ვიცი ვიზუალურად არის თუ არა სხვა ცოტა გაუმჭირვალეა, ოდნავ უფრო მყარია, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მრავალჯერადი დავუშვათ, მოვემზადეთ სადილი, გვინდა რომ გავყინეთ და ამითივე შეგვიძლია მიკროალღურში შევდოთ და არაფერი საფრთხესაც არ წარმოადგენს და არც დადნება. ანუ ეს განკუთვნილია როგორც ცხელისთვის, ასევე და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც შეგვიძლია რომ გავრეცხოთ. ანუ სხვაობები, მაგრამ იცი რა გამახსენდა, რაღაცნაირი აი კონტეინერებისთვის იყენებენ, რაღაცნაირი თეთრი მასალა არის, აი ცოტა ღრუბელივით არის, რბილი არის, აი რო ვერ გაიგებ ქაღალდია თუ პლასმასი, ის რა არის? ისიც პოლისტეროლია და ისიც აიგრძალება ისიც პლასმასია, მე ის მგონია რომ ძალიან ხარისხიანია. ის არის პოლისტეროლი და ისიც აიგრძალება აუცილებლად. ამიტომ ერთგვარი შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, მე ვთხოვ შეჯამებაში სახლის პირობებში გაუმარჯოს თუჯის, რკინის და თიხის ქვაბეთ. თუმცა თანამედროვე დროში დამეთანხმებით რომ ხშირად გვჭირდება ხოლმე იგივე სამსახურში ყავის დასალევად და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა შემოვიდა ქაღალდისაც, მაგრამ ესეც თუ კი ვიცით რომ უსაფრთხოა, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, არ არის პრობლემა. და ბოლოს დამშვიდობებამდე მინდა გაჩვენოთ გრაფიკული გამოსახულება, ეს სპეციალურად მოვამზადე იმისთვის, რომ მაყურებელმა ფოტო გადაუღოს დასამახსოვრებლად სპეციალურად. ესე იგი, ხუთიანი არის პოლიპროპილენი, ეს არის უსაფრთხო პლასტმასი მრავალჯერადი გამოყენებისთვის, ერთიანი არის პოლიეთილენის ტერეპტალატი მხოლოდ ცივი პროდუქტებისთვის და ერთჯერადი გამოყენებისთვის და 6-იანს საერთოდ უნდა მოვერიდოთ, თუ ნახავთ ასეც, ის არის საფრთხის შემცველი, აკრძალულია და თუ ვიპოვით, კარგია თუ შესაბამის ორგანოებს ვაუწყებთ, რომ ზომები მიიღო და რა თქმა უნდა კიდევ დამშვიდობებამდე უნდა შეგახსენოთ ჩვენი წარდგენის შესახებ საიმედო რეკომენდაციას წარმოგიდგენთ აჰავა. აჰავა არის მინერალებით მდიდარი კოსმეტიკა ისრაელიდან, რომელიც გვთავაზობს სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და აჰავა ხელმისაწვდომია ავერსის აფთიაქო ქსელში. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი აჰავა, მინერალებით გამდიდრებული კოსმეტიკა ისრაელიდან. დიდი მადლობა მარიამს, ნამდვილად მნიშვნელოვანი რჩევები მოვისმინეთ და პირველიანიდან ვიცით რომ უკვე კანონიც აკრძალავს აი ამ პლასმასის გამოყენებას, რომელიც არ არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ახლა სხვა თემებით